წყალტუბოში სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, პროცესს იმერეთის გუბერნატორი გაეცნო. როგორც იმერეთის მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული, მუსიკალურ სკოლაში შეიცვალა სახურავი, განახლდა გარე ფასადი, ამ ეტაპზე კი შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ეზოს მოწყობა და გამწვანება. სამუსიკო სასწავლებელი 200-მდე მოსწავლეზეა გათვლილი. სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 780,000 ლარი იხარჯება. როგორც ინფორმაციაში აღნიშნული, რეაბილიტირებულ შენობაში სამომავლოდ სამხატვრო სკოლისა და ბიბლიოთეკის განთავსებაც იგეგმება. იმერეთის მხარე იუწყება, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს 10-მდე საჯარო სკოლას უნდა ჩაუტარდეს ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამურად 870,000 ლარი უნდა დაიხარჯოს. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის. დღეს ვიმყოფებით წყალტუბოში, სადაც სრული რეაბილიტაცია უტარდება სამუსიკო სასწავლებელს. ეს სკოლა გათვლილი არის 200 ბავშვზე. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსწავლეები სწავლას გააგრძელებენ სრულიად რეაბილიტირებულ, თანამედროვე და კეთილმოწყობილ სკოლაში. ვიმყოფებით სამუსიკო სკოლაში, სადაც მიმდინარეობს პროექტის სრული რეაბილიტაცია. მომავალში აქ გათვალისწინებული გვაქვს, რომ გადმოვიყვანოთ სამხატვრო სკოლა და ასევე განთავსდება ბიბლიოთეკაც. ეს აუცილებელი არის მომავალი თაობისთვის, რადგან ბავშვებმა კომფორტულ გარემოში უნდა ისწავლონ. ეს პროექტი ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხით 780,000 ლარი. პროექტის დასრულების შემდეგ გათვალისწინებული გვაქვს ასევე მოეწყოს მუსიკალური სკოლის ეზო მთლიანად.